Რაღაცა კაის ნიშანი უნდა იყოს, მე მგონი. ჩვენი ბარაქის ხეებს რომ ვეძახით და ისე კრასულო რომ ქვია, სულ ყველა ყვავილობს. იწყებს ახლა ყვავილობას. Რაღაცა კაის მომასწავლებელი უნდა იყოს ეს ამბავი. ყველა აყვავდა, ნახე, ეტყობა სწორად მოვლამ, სწორად გასხვლამ, სწორად მიხედვამ შედეგი გამოიღო. პატარებიც აყვავდა, ნახე. არა მარტო ეს დიდები და როგორი სასწავლო ფორმები აქვს, ნახე. ნახე რამ სისხლო და რა კარგია. ესეც ნახე როგორია. მაგრამ პატარაც აყვავდა, ნახე. იწყებს ახლა სულ გადაიპენტება თეთრად აყვავდება. ეს ნიშნავს რაღაცას განსაკუთრებულს. არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ესენი არ ყვავიან რატომაც, რა ვიცი. ალბათ დააკლდათ ყურადღება. არ ვიცი, ამათ ახლა ამოვიღებ და მივხედავ, ცოტა მოვაფუშფუშებ და ელექსირს მივცი. თუ დამიჯერებთ, სამთარში უნდა გააშროთ. არ უნდა მორწყათ. და გრილ ოთახში გამოაზამთროთ. შეცდომას უშვებენ ადამიანები, თბილ ოთახში შეაქვთ, სადაც ცხოვრობთ იქ. და არ ვართ. უჭირს ისეთი სითბო. არც ყინვა უნდა, რა თქმა უნდა, ყინვაში გაიყინება პირველივე ყინვაზე დადნება, მაგრამ არც ძალიან სითბო სჭირდება. სჭირდება გრილი ოთახი, გამოსაზამთრებლად, ყინვისგან დაცული გრილი ოთახი. აი მაშინ გექნებათ ასეთი ხეები, როგორიც ჩვენ გვაქვს. კარგად გასხლავთ, ფორმას მიცემთ, დაუნანებლად და თან მომწონს ეს ხეები. ბევრი გვაქვს ჩვენ დიდი ხეები, მოგროვილი ესენი ჩემი გაზრდილები არა. საშუალო ზომისები ნაყიდი მაქვს კახეთიდან ჩამოვიტანეთ. 1-3-4 წლის წინ. და მერე გავზარდეთ. აი ამ ხელები იყვნენ დაახლოებით, მერე ჩვენ გავზარდეთ და ავღზარდეთ. სწორად გავსხალით. ამაში ამირანი მეხმარება, სწორი ფორმები მივეცით და ამიტომ არიან ეგეთი კარგი ხეები. და მიხარია, გამიხარდება ხოლმე რომ ვნახავ. ჯერ არ ეტყობა, მაგრამ ერთ კვირაში როგორ გადაიპენტება გაჩვენებთ მე. პატარები ბევრი გვაქვს და შეგიძლიათ წაიღო.